მართლა თლიანად გვართმევენ იმას, რაც არის ეროვნული და ჩვენ გვინდა წაუყროთ. არ გამოვა ბატონო კოტე, აუცილებლად უნდა შეწყდეს დიალოგი მაგათთან. რა დიალოგი? უყენებთ ულტიმატუმს. წაიღეთ უკან. რექტორებმა შეწყვიტეთ საცალკე პუტუ-პუტუ ფაკულტეტებზე და პროფესორებთან. იღუპებით, ეროვნულ საფრთხეს ვაწყდებით. ჩვენი თავარი ფუნდამენტი განათლება იშლება. მე არ მისაუბრი აქ იმის შესახებ, რომ ეს არ არის სამართლიანი დრო არ ითმენ და უბრალოდ ძალიან გვეჩქარება. თავარი მესიჯი ნათქვამია. შეწყვიტეთ, ჩვენ არ შემოდივართ, ჩვენ არ გემორჩილებით, ჩვენ არ შევასრულებთ 3+1-ს, ჩვენ არ მოვაწევთ ამას ხელს. აბიტურიენტებიც უნდა გამოფრთხილდნენ. მომავალი წაართვეს ჩვენს ქვეყანას. შეწყვიტონ თავიანთი რეფორმა, როგორც ანტიკონსტიტუციური, წაიღონ უკან. აი ეს არის ჩვენი სათქმელი და არა ჯგუფ შორის საუბრები. მე მინდა თქვა, რომ თავარი მესიჯი იყოს სწორად გაგონილი. ხელისუფალო, მინდა კიდევ ერთხელ გაგიბეოროთ. თქვენ ძალიან აგდებულად მოექეცით აკადემიურ სივრცეს. ძალიან ცუდად. ამდენ განათლებულ ადამიანს აკადრეთ ის, რომ დააჭერით სადღაც კუთხეში და დააწერეთ 3 გვერდ ნახევარი და მერე მიაყოლეთ მას თანდათან გვერდები, რომლებიც არაფერს არ ემორჩილება, არანაირ კრიტიკას არ ემორჩილება, არაფერი არ არის აქ შენარჩუნებული. თვითონ წესი, რითაც რეფორმა დგება, 5 საფეხურიანი მეხუთეზე ხართ, 0-ში ხართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა არის კონტრრეფორმა და წაიღეთ. ეს სახელმწიფო დგას განათლებაზე, ერთადერთი ციტადელი, თავისუფლების სამჭედლო, კრიტიკული აზროვნების გამომჭედი, ეს არის უნივერსიტეტი და თქვენ მას აქცევთ და თქვენ გნებავთ, რომ ჩვენ აქ პროფესორები ჩუმად ვიყოთ და 3+1-ზე გადავიყვანოთ. არ გამოვა ეს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაფრთხილებთ, შეწყვიტეთ რეფორმა, შეწყვიტეთ რექტორებო, ცალ-ცალკე მოგვარება. სოხუმში ვერავინ დაბრუნდება სოხუმის უნივერსიტეტის გარეშე. ახალციხეში ვერავინ შეიდარჩავს საქართველოს იმ უნივერსიტეტის გარეშე. რა რეგიონებზე მესაუბრებით, რომელი აქცენტია აქ რეგიონზე განვითარებაზე ორიენტირებული. არც ერთი თქვენი კონცეფცია კრახს განიცდის და ვიდრე ჩვენ პროფესორები კიდევ ერთხელ არ მივმართავთ გამაფრთხილებელ აქციას. გთხოვთ დაფიქრდით, აუცილებლად წაიღეთ უკან, იმიტომ რომ ვინც დუმს, იცოდეთ მწარედ დუმს და რა მოგწონთ, დადუმებული გაყურსული საქართველო? ჩვენ არ ვაპირებთ ამის ასე გაგრძელებას. შეწყვიტეთ რეფორმა. მოდის